გაუმარჯოს. ამჟამად სახში ვიმყოფები მარტო კელა. დავრეცხენინოს ფეხსაცმელები და თითქმის უკვე მშრალი იყო და ისა თოკზე რომ ეკიდა ჟინჟღალავდა თუ რაღაცა რა ეგე და დაადესტიანა კიდე დაგში მოვიწნე. ფეჩი ავანთე ეხლა შემცივდა რა ახლა კი მოძრაობდა რაღაცა მაგრამ შემცივდა. ესე იგი ოქტომბრის შუა რიცხვებში დაახლოებით არც კი შუამდე მაშინ ჩავთეთ გათბობა. ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, კაი ოქტომბერი არ ჩავთვალე. ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, პირველი მაისია. მე 5 თვე არის ჩართულია გათბობა. და ამინდი ისეთია რომ შანსი არა, ცივა. და ნინოს ვეჭორავე. ეს მეგობარს, ნინოს კლასელის დედას და ამასობაში ივანეს მაიკები დავაუთნახეთ. რა ხდება ჩემი ოთახში? ეს დავაუთოვე. ივანეს საშინაო მაიკები 1 2 5 მაიკა გამიუთოვებია, გასასვლელები. აქ ნინოს ფეხბურთის ისინი იყო, ესენიც დამინესტიანა იმან. რა ქვია, წვიმამ და უბრალოდ აქ დავალაგე. ამეების დაუთოვებას არ ვაპირებ, რადგან ამას ესაცვია ხოლმე თამაშებზე მარტო და აქვს თავისი პარკი. მაგაში შევინახავ. მე თოვი რას მიგავხალხლო. აუ, ისა ერთი წამი რეზინია ავიღო. შევიკრავ რა, იმიტომ რომ ძალიან სასაცილოა, არ დავივარცხდე დაბანილი თავი და გამიშრა საოცრად. აი ესე ჯობია. ნუ ეხლა რაღაც აშვერილები გვაქვს, მაგრამ არ იყოს. რაღაცა ცოტა ავილაგო, თორე აი რავი საგიჟი არის აქ. ეხლა მინდა ივანეს ოთახში გავიდე და რაღაცა სქელები გამოვიღო, რომ რამდენი ეს ჩემოდნებში ვალაგებ იმას რა, რაც ისეთი ტანსაცმელია ზამთარ ზაფხულისებს, ეგ იმაშვები ხოლმე. აი, ერთი აქ არის. ой, მინახალი ხოდა. ნახეთ რა დავაუთოვე. 1 2 3 4 5 6. ესენი სამი სახეობისაა რა. უბრალოდ 2, 1 ეს, 1 ეს. პილიონკები. ეს ჩემოდანი ნახევრად არის სავსე. ეს თითქმის სავსეა. ეს მე მგონი ცოტათი სავსეა. ხო და აი ეს რაღაცები მაქვს ივანეს საროჭკები. ხამებსაც დავაუთოვებ. ოღონდ სანამ ამას დავაუთოვებ, მინდა რომ ჯერ ის გარდირობი გამოუცალიელო სქელი ტანსაცმლისგან რომ დავკიდო ეს. ეხლა მე ვავსებ. აი აქ ვალაგებ ხოლმე. აი აქაც რაღაცები შევყარე. აი სხვათა შორის რაღაცა სიშავი აქვს, რომელიც ვერაფრით ვერ გავაცალე. აქ და აი დაბლა რაღაც წერტილები რო. ხო და ის კი არ მიხმა. ხალასი შეიძლება გააცალოს. მე ეხლა ვისაც ნესტიანტილოთი გამოწმენდა ერთი რა თქვენ კარგა იყავთ. ხო და მე მივდგეთ აი ჩემი რაღაცები გამოვიღე. ეს კაბა არ მახსოვდა გოგო რომ შე რომ აჩუქე. ისე გამიხარდა თან ამ სეზონის არის, თან ისეთია რომ ჩავიცნებ. ვნახე რაღაცეები კიდე შაშენდელი ნაყიდი რომლებიც არ მახსოვდა. ამ ზაფხულში რომ ეცვა ხოლმე, საგარეოები რამდენიმე და საშინაოებიც. ეს ჩემი უკამარინაში რომ ვიყიდეთ ერთად გახსოვთ. ну მოკლედ რაღაცებია რომელსაც გამოვიყენებ და ლაშა რომ მოვაკიდე, აი ეს ბევრი მაიკებია ლაშასი. და მეთქი ჩაიცვი რომელი გაკარგად, რომელი არა გაკარგად, რომ ვიცოდეთ ხო რა, რომ რომელი ფშიტ და რომელი დავტოვო.
ეს აქ მიდევს. ვეღარ დავაყენე საშველი რომ გავშალო. ისე აი ხელი წავიღე აქ რომ აქ უნდა ამეთო შუქი, არასოდეს შუქის სასანთები აქ არა ყოფილა არის. რატოა იქ? აიქ. ოღონდ რატოა იცი? რატოა? ხო არ ვიცი რატოა. წესით რომ გამოდიხარ, შემოდიხარ, აი იქ უნდა ამეთო. მაგრამ რა ვიცი ეს რა აქეთ. ეხლა ჩვენ უნდა გამოვიღოთ გარდირობი. ყველაფერს არ ვაპირებ რომ ავაცალო, იმიტომ რომ რა ვიცი რა არის ესეთი ამინდები ხა ეს სპორტული შემოსაცმელი ეს ყველა ვარიანტში გამოადგება ეს მაიკა რატო აქ ან ეს აქ ყელია როლიქს აღარ ჩაიცმის ერთხელ ეცვა აი ესე ცქელ რაღაცებს შევინახავ რა შეიძლება მომავალ წელს არც კონდეს კარგად დაუპატარავდეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში შევინახოთ. აი ეს ყველა ვარიანტი არ ექნება კარგად, მაგრამ ეჭვი მაქვს ამ ზამთარს მე გამომადგება. აი ეს უკლავოები. აი მე როგორ ვხმარობდი და რა მაგრათა ვხმარობ ამებს და ერთი ცალიც კი არ ჩაუცვია. არა და ადრე რა მაგრად ხმარობდა რა. ქცივა შემოიცვი და ეგ არის, всё. არ უნდა. ამ ზამთარს მე ვიხმარ. ამებს ავიღებ. მოკლედ ის რაღაცებს ავიღებ, ხა რაც ვიცი რომ აღარ არის საჭირო, მაგრამ შუქიც უნდა ამეთო. აი აქ არის. აი აქ არის შუქი. აი ეს რაღაცები ვისაუქნა. მოვითავრო. საჭმელზეც ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო. საერთოდ არაფერი არ მაქვს დღეს, საერთოდ. ცოტა კარტოფილი შეუწვიوادესაც და ისე ჩქარობდა, აგვიანდებოდა, რომ იმეცადინა და წავიდა, არც კი უჭამია. ეს შავი მაიკები. ეს რომელი მაისურია? ესეთი ერთი გაუთოვებული. ამასაც გავუთოვებ და ისე დავუკიდებ, რომ გასულელად. აი რომ გადის ხოლმე ბიჭებთან. ჰამბურგერის ის არის, რა ქვია, შემადგენლობა არის. თვითონ არჩია, მიარბიყიდი არ დავცინოთ. ეს თავისუფალია. ესეც სახში ჩასწმელი მაიკა. ეს სამრიგზე. ამასაც გავაუთოვებ და ისე დავუკიდებ. ამ თხელ ორ შარვალსაც დავტოვებ. დანარჩენ სქელშავლებს შევინახავ. აი, მაგალითად ეს დავტოვებ. ეს ხაბარდა. ან თან ისეთ რაღაცებს ნახულობ ახლა რომ აი ეს არც ჩაუცვია. არც ჩაუცვია, რატო? ეს და თან ხო გეუბნები თვითონ არჩია ესენი. ეს სვიტრიც. რა ვიცი. აი ხო რა ის არის დიდად განსხვავება არ არის ახლა იმ ხრივ რომ ამას ოდნავ სამკუთხედი ის აქვს, ამას მრგვალი. და აი ამას უფრო კარგად ხმარობს ხოლმე. ხო და მოდი ამას შევინახავ. კერა და ხო რა თუ არ ენდობება მე უზავრამეს და ამას დავკეცავ და დავდებ რომ ერთი-ორი თხელი ჩასაცვლელს დავტოვებ რა. ეს არის ნახოთ საჭიროება მოითხოვს თუ არ ამის დატოვება. შავი სპორტულია. ესეც შემოსაცმელი ან საღამოთი რომ რამდენად ექნება გუში რამდენი ხანია გარეთ არ გასულა ბავშვებთან ერთად, თავის მეგობრებთან ერთად და ცეკვის მერე დარდისა. დამირეკა რომ ცოტა ხანი ბიჭებთან ვიქნებიო და მოვალ. ხო და იმდენი ხანია არ გასულა. კი მოვიდა 12-ისკე იყო რა მოვიდა, მაგრამ ესა დილას წუწუნებდა რომ ესა სწავლასო ვერ ფათაფუთით ისწავლა, მაგიტო
ვერ შეჭამა რა და არც არაფერი არ მithქვი, ხა კი უთხარი დროზე უნდა მოსულიყო მეთქი სახშოგემეცადინა, მაგრამ მართლა საუკუნია ცეკვაზე რომ მიდის, გაიღვიძე ტელეფონი. ერთი ეგარი ხოლმე რა, რომ სადმე გადის თავისი სულ დანჩესულ მასწავლებლებთან, ანუ აღარ სად არ გასულა ბავშვებთან და კი მოასწრო დილით ფათაფუთით რაღაცა ისწავლა და წავიდა. ხო და რამდენად ექნება მეთქი რა, მე დრო და ჟამი გასვლის არ ვიცი, იმიტომ რომ თუ მანდ მოხდება, ჯერ არ დავრეგისტრირებულად, წეღან უთხარი ბოლოჯერ. მართლა ბოლოჯერ გეუბნები მეთქი და რეგისტრირდი არა დღეს აუცილებლად და მე აღარ შეგეკითხე მე უთხარი. 5 დღეღაა დარჩენილი. მთელი თვე მქონდა წინ. 5 დღეღაა დარჩენილი. რაც გინდა ქენი თქო. ხო და ვნახოთ ახლა რას ვიზავთ. ეს რა არის ხო ვერ მოტვით. ეს თემუზე გამომაწერინა ესა. ამით უნდა ვივარჯიშო. კაი ხარისხის მაიკას ხოთაშეს. აუ ნეტა ჩემი ის როდის ჩამოვა. თემურა. ჩემი თემურა როდის ჩამოვა. აი ესეც გამომაწერინა და რა თქმა უნდა გაფიცე. ქუდი თუ რაღაცა. მოგეთ ამას მე ჩაუგდებ. დიდად ტანსაცმელებში ვერ გავიყვანე ეგ და რა გამოვიღე ახლა. და სხვა რაღაცები ხო გამოვიღე. ეგ იყო სულ? ესენი დასაბინავებლებია. ეს რა არის? ესეც დასახები. თეთრი მაიკები. ესენიც უკვე რო იყვენ დაუპატარავდა სულ ყველა. შემოეტმასნა. შემოდგომამდე კი გაკაჩავს. ღმერთო, აი ეს მაიკა იცი რამდენი წელია რაც აქვს? ალბათ 5 თუ არა ვცდები. და არ ვიცი რავი, მაგასთან ერთად იზრდება თუ რა და უნდა გადავაგდო ახლა. იმიტომ რომ იმიტომ აქამდე შიგნიდან იცმევდა ფოტო, ახლა ისე რომ ჩაიცვას არა შელახულია და თუ არ გადავაგდოთ ხო იცი ისა. ვიმირა ძალიან გავანათე. თავით არ გადახტება და ესე იგი ზედმეტია რა. ეს უნდა ცალკე დალაგდეს. ყველაზე მთავარი რა არის? ეხა ზაფხულისები კი მეტეოდა ჩემოდნებში, მაგრამ ფაქტიურად ეხა ამებს რო ჩავალაგებ, იმის ჩემოდნები ვსო, ანუ ჩემი და ლაშას ტანსაცმელი, სადმე სხვაგან შევაკვე ხო. ფაქტიურად ადგილი არ მაქვს. და წარმოიდგინეთ ხალხო წლების წინ, სანამ ესე გავცალკევდებოდით იმ ხრივ რომ ანუ ჩვენ აქ ვართ ისინი ლილოში არიან. იქ შიგნით იმ ერთ ოთახში მქონდა ყველაფერი, რასაც ახლა 3 ოთახში ვერ ვატებ. წარმოიდგინეთ. ხახნო, არ მისვია არაფერი, რა ტოპრიალებ. არ ვიცი რა სჭირდა, თავისით რაღაცა დაებლოკა. რა ვიცი, ნამეტა. აი ეს იცი რა უყავი ხახნო, გამოვხარშეს, ნაქსოვი და ძლებს გავასწორე. ხო და ამას ხმარობს, ახლა ამას ვერ გადაუგდებ. ჯერ იყოს. ეს რა არის? შარვალი. აი სამ შარვალს დავტოვებ, დანარჩენს სქელებს გავუძახებ. ესეც პატარა აქ ხაბარდა. ესენი აღარცას ცმია. ეს პატარა ხაბარდა. ერთი თხელიზე და არ ეყოფა, რა ვიცი, არ გამოთბება. ეხლა ის არ მინდა რომ ჩავაბინაო, ჩავალაგო და მე აღმოჩნდეს რომ უი. ამოვალაგე მანან, იმიტომ რომ ცივა ისე. მოკლედ, ერთი ხვაცვი ახლა იბანავებს, გაიხდის, ჩაიცმევს მეორეს. იმებს გავრეცხავ, ხო აღარ ვაგროვებ, რო არ ვმუშაობ. მე ხო ხშირად ავრეცხავ. ხო და ასე რომ ესეც ხაბარდა.
ან ეს უნდა გადავაგდო, ეს დავტოვოთ, ეს რა არის? ესეც გადავაგდო. ტყუილა რაც არიცნობს, უნდა გადავყაროთ. აბა გამოვიდი ერთი ესეც. ვაიმე რამოდენა კამრებია, ღმერთო, თავის ჩამხრჩობას აპირებს. 1 2 3 ეს რაღა არის. დამასწინეთ ბაზრობაზე კამერი არა მაქვს. უბრალოდ რა ვიქა. ეს ერთი რაც კლასიკურზე აქვს ხოლმე ახალი კამარია. ერთ წამით დროებით ტერიტორიიდან ავიღებ. აი აქ არა ჩანს კაი. ხო და მე ერთ უჯრაში ჩაულაგებ მაგებს. ეს ზამთრის, ეს რა არის? ჰუდი, ესეც ზამთრის. არა, მე ვერ ჩავალაგებ, იქ ხوار დავალაგო. მოდი ჯერ კარადაში რას ჩერტევ იქ შევალაგებ. აი ეს ფულები ყვარს ძალიან. ესეც, всё, ესენისო ჩასალაგებელია. ეს გათავისუფლდა. და ეხლა დავწყოთ ამ ტერიტორიის გათავისუფლება. ის რა. სქელი ზედები. ერთი სპორტული ხო, დავჯერ სხვაც დასჭირდება რამე. თუ არა ამებს მაღლა დავალაგებ და უფრო გამოვიღებ რა. აი, აქაც აქ რაღაცე. სპორტული ბრძენკრალიანები. ახლა როგორ ერთად დავკეთე ჟაკეტები. იყოს ჯერჯერობით. აბა გამოგზანდიე. ეს საროჭკა ეცვა ხოლმე სხვათა შორის და დაუპატარავდა. კაი საროჭკა კია. ეს ზედა არის. ხელი ზედა. ესეც არ გვინდა. ზაფხულში ხოლმე სადმე რომ მიდიან ხოლმე რა, ან საღამოთი ან რაღაცა ყოველთვის ურნეები ზემოდან წაიყოლე და ესა ჯობია თუ ისა? დასაყოლებლად. რა ვიცი. ეს რა მომაკვდავი რაღაცა. ეხლა უნდა მეყიდა ისინი ყავისფერი რა ქვია. ვეშორკები. აი ესეთები, აი ესა მაქვს წლების წინ ნაყიდი. ძალიან უბრალოებია, მაგრამ ძალიან მყარია და ეხლა ვეღარ ანუ იყო რაღაცა მსგავსები, მაგრამ ვერა ვნახე. ანუ ეს კონკრეტულად ეს მინდოდა. ჩამოვაძრე, ესეც დაპატარავებული. და მე მართლა ვერა ვნახე. ახლა იმასა ესე ვიზავრო, ერთი თბილის, ერთივე შოლკა არსებობდეს. ვაი. ლაშას მოსვლამდე გავაკეთო ეს რო ისა. დავხატო. გუში ლაშა რა მოვიდა, რას ვაკეთებდი? ქსოვდი. ადიელას ხო ქსოვ. ხო და პატარა ადიელას. და მე იქ რა ქვია ვაგზალზე ვიყიდე ეგზაფები და მსგავსები კი ვნახე ხა ბაზრობაზე ერთი მინდა კიდე ერთი დამაკალდა მე ერთით მეტი უნდა მეყიდა. დამაკალდება. ხო და ეგ ფერი არ აქონდა, ძალიან აჭრელებაც არ მინდა და ვაგზალზე რომ მოვხვდები, გამახსენეთ რომ ერთი ის ძაფი უნდა ვიყიდო, რაც იქ ვიყიდე მაშინ. ხო და რას ვამბობდი ახლა? იქ ვიჯექი და ვქსოვდი და მიყურებ და რატო არა მუშაობ? და რა მეთქი? რატო არა ხატავ სამსახური და წამოხველიო სახში აღარა მუშაობო? რა არის ეგაო? მე ვტყარი ეხლა ეს მაიკებზე გამოდგება, მაგრამ სამისოთ არ გამოდგება. მაგას უნდა ცოტა
კაივე შოლკა. მყარი. სერიოზულად დავკეცე შარულები რა, თუ რაც აქვია. მაშინ შეძვირი. ეხა ისეთი თეთრი ტანსაცმელი წავიდა პიონერივით, რომ ეს. ამაზე შეიძლება რამის დაკიდვა. არა, მოდი ჯერ ესე დავდოთ. ეს. შარვალ კოსტუმი. აქ სრულიად ახალი შარვალ კოსტუმი, მაგრამ ესა ბანკეტისთვის არა მგონია შარვალ კოსტუმი გადაწყვიტოს. დიდად რო გითხრა მომწონს მეთქი ბანკეტზე შარვალ კოსტუმი მოგატყუებთ. ჯერ რო ცხელა და კოსტუმი რა ვიცი. უბრალოდ რა ვიფრო საროჭკა და შარვალს ეყიდის ალბათ. ამას კი ამას უფრო ჩემო თახში შევიტან, რომ აქ ყოველდღურად არ იხებოდეს. და იქ ლაშას კოსტუმთან დავკიდებ. ესეც ანალოგიურად სამკუთხედი გულით არის და დიდად ვერ იხმარა. არა და არის ბამბა. ხო და სწორედ ვამოფრე, ეხლა იქ დავკეცავ და შევალაგებ და თუ დასჭირდება, რაც დაეტევა, თუ დასჭირდება, აქედან გამოღებას რა უნდა. ამიტომ ეგრე გავაკეთე. აი ეს საროჭკა კიდე. ეს საროჭკა ვყიდეთ ბაზრობაზე. ახალი შემოსული იყო ჯერ ამ სტილის საროჭკები. და იმ ერთ მაღაზიაში არსებობდა. აი ესეთი. და თვითონ არჩია შავი ფერი. ალბათ ერთხელ ეცვა და ხო არის მაგარი საცემი. კი ბატონო. აი აქ არის მაიკები და სხვა მაიკებსაც დავკიდებთ. აი უნდა იყოს ძელი დიდი გარდირობი, რომ თვითოზე თვითო დაკიდო. იმიტომ რომ აი ეხლა ეს უკვე არის, ეხლა ბევრი რაღაცა კი ეკიდა იქ კურტკას და იმასაც გამოვიღებ, მაგრამ და კიდე ზემოდან მიკიდია. ის უკვე დაჭმჭმულია რა. არ მოწონს ხოლმე ეგ მომენტი, გაუთავებ დაკიდებ და მე აღმოაჩენ, რომ დაჭმჭმულია. ეს საროჭკაც გავისროლოთ. პატარები ყველა. არა არ ვაგდებ, ჯერ მას დაურეკავ სოფოს საროჭკებს თუ ჩაიცმევს მათე გავუგზავნე. ეს თბილი არა მგონია ეს იხმაროს. დავამთავრეთ? მე არა ხალხო. რა ის დავამთავრეთ. შარვალს არ ვიცი იცმევს თუ არა. მოვიდეს ნახოს. ესეც რა დავიჯერო აქ მაიკები დაეტევა ყველა. ქათმები ხوار გამომეპარნე ბახში და დააწყოვე. ეს შარვალი ეს ერთი ხელი გრძელკლავიანები, ესეც შარვალი. აქ კიდე შეიძლება მეორე შარვის დაკიდა და მაისურები და საროჭკა. ეს იყო სუნის გამო დასაკიდე, მაგრამ აღარ აქვს სუნი გავიდეს თავი ყველა ხელს მიშლის. ახლა იქ მე მარტოკა ვერა ვიპყუტები. მოწუდა მინდა. მაგრამ აქაც რაღაცები ალაგია იყო. დიდად ბევრი რამე შეეტევა მეთქი მოგატყუებთ. ეს რა არის? ეს პარტუა, ეს ჯინსის კურტკა, ეს ნინოს კარავია. ეს რაღა
ეს რა არის? ბიძინა რომ მოდის ხოლმე და თუ დარჩება ხოლმე აქ პაპას ტანსაცმელი ბიძინას. ოღონდ ცუდად გამოვწია ხა მაგას გავასწორ. აი ესე რა ხო არ მივაწყდები ნამდვილად და ვაიმე და ჩქარა მორჩი არა. ვერ მოვჩები არა უშავრა. გუშინაც მქონდა აი ზუსტად ესე მქონდა საწყოლზე გადმოლაგებული ყველაფერი. ზუსტად მასე. აი უფრო მეტი. აი ესე ზოგი მაგიდაზე გადავალაგე, ზოგი გადმოვალაგე, ზოგი რა გავაკეთე და შეიძლება გვეძინა. ეხლა ისევ გადმოვალაგე. არ წაიქცეთ რა 2 წამი. ეს უნდა დავკიდო დროებით, რომ ხელიდან ამიღო. ესეც უნდა ჩამოვცალო და დაასაუქნა. და თაიქ დავდებ. ესეც უნდა გამოვხარ. ესეც უაზროდ შევყარი ყველაფერი. სავარაუდოდ ჩემ ტანსაცმელებს აქ დავალაგებ. ეგ შია. წევან ჩაი კიდავლიე და კარაქიანი პურიც მივაყოლე, მაგრამ შემშივდა. ამიტომ მოდი, შესვენება მოვიწყოთ, საერთოდ. მაგას ვამბობ, საერთოდ არ ვჩქარო. ნელა გავაკეთებ. თავარი სახში ვარ და მართლა არსად არ მეჩქარება და მაშინდელი ვიდგიჟივით არ დავბივარ, ვაი მეჩქარა სამსახურში დამაგვიანდა და ვაიმე და ის ჩავაქრო. წავალი ხა შევჭა. ამოვალ და რაღაცებს მიულაგებ ოთახში იოანეს. მაგის მილაგების დროს ხო ჩემ ოთახსაც მოვაკლდება რაღაცები და აი ესე რა. ოღონდ არ მახსოვს რა გავასაწავიღე ჩემი ტელეფონი. საჭმელზე ვიფიქროთ კიდე. საწავიღე ტელეფონი. ვიფიქროთ საჭმელზე. და ფეხსაცმელებით სასაღები მაქვს. მაკარონი გუშინ წინ მქონდა. გრეჩი ხასი დიდად აღარ ჭამენ. ვერ შეიძლება ვაკეთებ. რატომაც არა, ყოველწლიურად შესაძლებელი მივირთვათ. მაშასე. აბაი, წავედ. პირველის ნახევარი ხდება. შესვენება ნომერი 24 ან რაღაცა რა ვიცი. სანამ მეორედ შემოუვარდები. სახში და დავიწყებ რაღაცების გაკეთებას. საღამომდე არის ქვეყანა დრო. პირველამდე თუ 12-მდე თუ რაღაცები მოსწევ, ესე იქამდეც მინიმუმ 1 ოთახს ბოლომდე მივიყვარ. ასე რომ ეგრე. წავე. აბა ბედნიერ დღეს ყველას. მაგრად